8 ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენებას აღნიშნავს. დავით მეოთხემ ქვეყანა 36 წელი მართა და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს რეგიონის უძლიერესი სახელმწიფო გახდა. მის სახელს უკავშირდება დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული ღირსეული გამარჯვება, გელათის ტაძრის აშენება და აკადემიის დაარსება. დავით აღმაშენებელმა თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში, მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები გალობანი სინანულისანი. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა. მადლიერმა შთამომავლობამ კი აღმაშენებელი უწოდა. მიულოცავს სრულიად საქართველოს დავით წმინდა და მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და ხო უფალს რომ ისეთივე საქართველოს დაბრუნებული იყოს, როგორც დავითის დროს იყო, რომ ბრწყინავდა საქართველოს და საქართველოს ითვალისწინებდნენ ყველა მხრიდან. იმისთანაც ძლიერი სახელმწიფო შექმნა, რა რეფორმები გაატარა, გააერთიანა მთლიანად სრულიად საქართველოს. იმდენად შეიყვარა ხალხმა ეს ადამიანი, ეს მეფე, ჩვენი მეფე დავითი, რომ მას აღმაშენებელი და უწოდეს. აღაშენა საქართველოს და გააერთიანა საქართველოს. აი ესეთი საქართველოს გვინდა ჩვენ ყველა ქართველს დღეს და მე უსურვებ საქართველოს, რომ აი დავითის ლოცვით, დავითის სულისკვეთებით, მისი მეოხობით ისევ გაერთიანებული იყოს საქართველოს.